საღამშვიდობისაც ვიფასატალი მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობის სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თქვენთვის საკმაოდ საინტერესო პიროვნება მაკა სალხინაშვილი. ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ანკეტა. ზოდიაქოს ნიშანი ხარისწელში დაბადებული ღრიანკალი. საყვარელი ქალაქი თბილისი. ოცნება. იცხოვროს ისეთ საქართველოში, სადაც სამართლიანი კანონის უზენაესობა იქნება. ცხოვრების მიზანი. აკეთოს თავისი საქმე, რომელიც ძალიან უყვარს. ჰობი. ცხენზე ჯირითობა. საყვარელი მწერლები კონსტანტინე გამსახურდია, გალაქტიონ ტაბიძე და შექსპირი. მისაბაძი იდეალური პიროვნება მარგარეტ ტეტჩერი. ფრაზა, რომელსაც ხშირად იმეორებს. ნებადართულია ყველაფერი, რაც კანონით აკრძალული არ არის. ლექსის სტრიქონები, რომელსაც ახლა იხსენებს. მირბის მიმაფრენს უგზო-უკლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი. გასწიმერანო, შენ სჭენებას არ აქვს სამწვარი და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი შავად მღელვარი. საყვარელი ფერები. მწვანე, წითელი და თეთრი, საყვარელი სადილი, პიცა. ბიოგრაფიული შტრიხები. დაიბადა 1973 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 1990 წელს დაამთავრა გორის მესამე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1996 წელს წარჩინები დაამთავრა უნივერსიტეტი და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით. 1998 წლის 26 სექტემბერს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ადმინისტრაციული სახდელები და მათი გამოყენება. 1993-1996 წლებში სწავლის პარალელურად მუშაობდა შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტში ასისტენტის თანამდებობაზე. 1997 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ სამართლის საფუძვლების კათედრაზე, ხოლო 2001 წლიდან ადმინისტრაციული სამართლის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. პარალელურად კითხულობს ლექციებს გორისა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 1998 წლიდან დღემდე საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრია. 1998-2000 წლებში თბილისის საბურთალოს რაიონის ადვოკატურის ადვოკატია. 2001 წლიდან საქართველოს იურისტთა კავშირის შიდა ქართლის რეგიონალური ფილიალის დირექტორია. 2002 წლიდან დღემდე მუშაობს იურიდიულ კონსულტანტად პროექტებში. დევნილთა უფასო სამართლებრივი დახმარება. 2001 წელს იმყოფებოდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართულ ადმინისტრაციულ მეცნიერებათა 25-ე საერთაშორისო კონგრესზე. ამჟამადაც ადმინისტრაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო კონგრესის წევრია. გამოქვეყნებული აქვს 22 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 5 დამხმარე სახელმძღვანელო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული აქვს ადმინისტრაციულ და კონსტიტუციურ სამართალში, ასევე დევნილთა და ტოლობითი უფლებების დაცვაზე. ამჟამად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე ადმინისტრაციულ საპროცესო სამართლის პრობლემატურ საკითხებზე. მაკა სალხინაშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა იურისტობაზე, თუმცა მსახიობობაც ხიბლავდა. ერთი პერიოდი სურდა თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება. ამ არჩევანზე დედის დაჟინებული თხოვნის შემდეგ უარი თქვა. ბავშვობაში ის ძალიან ჭკვიანი, დამჯერი ყოფილა. ბავშვებთან ეზოში თამარ სერჩინეს სახლში ყოფნა და მხატვრული ლიტერატურის კითხვა. იგი იყო აქტიური სკოლის მოსწავლე, მონაწილეობდა სხვადასხვა სახის სასკოლო ღონისძიებებში, დადიოდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მხატვრული კითხვის წრეზე. მას ძალიან უყვარდა პოეზია, ცეკვა. წლების განმავლობაში იყო აქტიური ნორჩი ლენინელის კორესპონდენტი, რომლის დირექციიდანაც აქვს უამრავი მადლობები მიღებული. მაკა სალხინაშვილს მიღებული აქვს აგრეთვე სხვადასხვა სახის დიპლომები, ჯილდოები. ხშირად იყო მოსწავლეთა კონფერენციების გამარჯვებული. მოპოვებული აქვს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პირველი ხარისხის დიპლომები ორჯერ. მართლაც საოცარია რა დრო და ენერგია ყოფნის ერთი შეხედვით პატარა მომცროტანის გოგონას იმისათვის, რომ მოეხდინა პატარაობიდანვე თავისი ნიჭის რეალიზება ცხოვრებაში. დღემდე მისი გზა წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა უმჯობესია მისგან გავიგოთ, თუ რატომ გადაწყვიტა იურისტობა ესოდან მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულმა ახალგაზრდა პიროვნებამ. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, შეიძლება ითქვას, რომ მქონდა უზრუნველი ბავშვობა. გულისხმობ იმას, რომ ვიყავი დედის ერთა და ჩემი მშობლები არ მაკლებდნენ არაფერს იმისათვის, რომ ყოფილიყავი განათლებული ბავშვი. ამასთან ძალიან მიყვარდა ცეკვა და ამასთან მხატვრულ კითხვაზე დავდიოდი თეატრალურ წრეზე და ბავშვობაში ხშირად სხვადასხვა ლიტერატურული კომპოზიციები, რომლებიც ითქმებოდა ხოლმე, იქ ვიღებდი მონაწილეობას. ხათაშორის შემოთავაზებებიც მქონდა, რომ მე ამ კუთხით გამეგრძელებინა ჩემი შრომითი საქმიანობა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ჩემის და ასევე დედის წინააღმდეგობის გამოც ვერ გავხდი მსახიობი, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ვოცნებობ იმაზე, რომ
თუ ცხოვრებაში დადგა ის მომენტი და ასეთი შემოთავაზება მექნება, უარს ნამდვილად არ ვიტყვი. იურისტობაზე ვოცნებობდი 5 წლიდან. ნუ ახლა მაშინ ბუნებრივია არ მქონდა გაანალიზებული ეს საკითხი ისე როგორც დავუშვათ დღევანდელი გაგებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბავშვობიდან ვუცნებობდი გამხდარიყავი იურისტი, თუნდაც იმის გამო, რომ ვიყავი ბავშვობიდან სამართლიანი და ყოველთვის ვებრძოდი უსამართლობას და ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ მე დღეს ვარ იურისტი. რაც შეეხება შემდგომ წლებს, უკვე სკოლისა და სტუდენტობის წლებს, აი როგორ გაგიხსენებდი ამ წლებს და როგორ შეაფასებდი? სკოლაში ძალიან კარგი მოსწავლეთ, ვითვლებოდი, ყოველ შემთხვევაში მასწავლებლები ასე მაფასებდნენ, სწავლობდი ფრიადებზე. არ მიყვარდა გართობა, არ მიყვარდა ეზოში ჩასვლა, არ მიყვარდა სხვაგან სიარული, ეგრეთ წოდებულ შატალოებზეც კი არასოდეს არ დავდიოდი. და თუ მეგობრებთან ერთად სკოლიდან წამოვიდოდი, მაშინვე სახლში მოვდიოდი, ვიჯიქი და მეცადინეობდი. და შეიძლება გავიხსენო ერთი ფაქტი, ჩემს დროს, როდესაც მე 10-11 კლასში ვიყავი, საქართველოს ისტორია მაშინ შემოიღეს სასწავლებლად სრული კურსით და ისტორიის მასწავლებელი ყოველთვის გაკვირვებული იყო და ეგონა, რომ მე ვინმე ცალკე მასწავლებელთან დავდიოდი და თანაც გურში არ ეგონა, რომ ვინმე ასე კარგად მომამზადებდა და ყოველთვის ამ კითხვას მისვამდა. ერთხელ მაინც გამაგებინა სალხინაშვილი, ისტორია ესე კარგად რომ იცი, საიდან იცოდა, ბუნებრივია, მას არ ეჯერა და დღემდე შეიძლება ითქვას, რომ მეჭვიებარება იმაში, რომ ის ცოდნა, რაც მე საქართველოს ისტორიაში მქონდა, ეს ცოდნა მე თავად მივიღე იმ წიგნებიდან და იმ სახელმძღვანელოებიდან, რომელიც თვითონ სახლშიც მქონდა და ასევე შეძლების დაგვარად დედაც მიწყობდა ხელს, ზოგჯერ ბიბლიოთეკიდან გამომქონდა და საათობით ვიჯექი და ისტორიას მეცადინეობდი. და შეიძლება ითქვას, რომ ეს სკოლის პერიოდიდან მე გადაწყვეტილი მქონდა, რომ გამხდარიყავი იურისტი, ეს ჩემი საკუთარი ძალებით მომზადებული. წავედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჩავაბარე მისაღები გამოცდები. და ყველასათვის გასაოცარი იყო, რომ მომზადებლად, მხოლოდ ჩემი მომზადებით შევძელი ის, რომ პირველივე წელს გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. მაკას ალხინაშვილს თავის სტუდენტებთან საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვს. იგი თვლის, რომ კარგ პედაგოგს მარტო თეორიული ცოდნა არ სჭირდება, საჭიროა პრაქტიკული გამოცდილებაც. სწორედ ამ მიზნით დაიწყო იურიდიული საქმიანობა. ეს საქმიანობა ეხმარება თეორიული ცოდნის გაღრმავებაში. ამიტომაც მის მიერ ჩატარებული ლექციები უფრო მეტად საინტერესო ხდება სტუდენტებისათვის. იგი მათთან მიმართებაში ძალიან მკაცრი, მომთხოვნი და მაქსიმალურად ობიექტურია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, იგი არ მოლას, რომ ძალიან უყვარს თავისი სტუდენტები. მაკას ალხინაშვილს დაკავებულია მთელი დღის განმავლობაში, თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება. თუმცა საღამოს სახლში მოსული სახალისო ლიტერატურის წაკითხვასა და კლასიკური მუსიკის მოსმენას მაინც ახერხებს. რაც შეეხება მის საოჯახო საქმიანობას, მაკას ბავშვობიდან უყვარდა სადილების კეთება. სხვები რომ სინჯავენ და მოსდოთ მისი ნახილავი, ეს მას ძალიან სიამოვნებს. მართალი ბრძანდებით ძალიან დაკავებული ვარ დღის განმავლობაში მიწევს გარეთყოფნა, მაგრამ როდესაც სახლში ვბრუნდები, სახლშიც ძალიან ბევრი სამუშაო მიგროვდება, იგივე ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მაგრამ ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც მრჩება თავისუფალი დრო. და თავისუფალ დროს უფრო მეტად რაღაც სახალისო ლიტერატურის კითხვას ვუთმობ და ზოგჯერ თუ ამის დროს კი დამრჩება, ტელევიზორს უყურებ და უსმენ სასიამოვნო მუსიკას. რაც შეიძლება ითქვას, რომ ამშვიდებს. რაც შეეხება თქვენ საოჯახო ფულს, აი ამისთვის თუ გჭირდებათ, რომ სხვათა შორის ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა სადილების კეთება და ყოველთვის გამოვნახავ ხოლმე ამისთვის დროს. და ამასთან დაკავშირებით გეტყვით იმასაც, რომ მართალი არა ვარ გურმანი, მაგრამ ძალიან მიყვარს, როდესაც მე თავად ვაკეთებ სადილებს და სხვები ჩემს ნახელას სინჯავენ. და თუ სადმე მოხვდი და დიასახლის და მომეწონა იქ რაიმე სადილი, ყოველთვის დიასახლის რეცეპტს ვეკითხები და მაშინვე მოვდივარ სახლში და იმას ვაკეთებ და თუ რამდენად კარგი გამომდის, ეს ალბათ სხვებმა უნდა შეაფასონ. მაკა თავისივე პიროვნებას ასე ახასიათებს. ვარ ზედმეტად პრინციპული, ოპტიმისტი, ვერ ვიტან ყურისა და ვერ ვიტან უპასუხისმგებლობას. ხოლო რაც შეეხება მის სხვა პიროვნულ თვისებებს, უფრო დაძრულებით ალბათ მისი დედა ქალბატონი ქეთევანი მოგვახსენებს, რომელიც მაკას საკმაოდ დადებით პიროვნებად მიიჩნევს. იგი ჩვენთან საუბარში მაკას ბავშვობასაც იხსენებს. თურმე იგი პატარაობაში საკმაოდ ჭკვიანი, თბილი და წყნარი ბავშვი იყო. ერთადერთი, რის გამოც მაკა იჯებოდა, ის იყო, რომ მას არ უყვარდა მუსიკის გაკვეთილებზე სიარული. მიუხედავად იმისა, რომ მაკა სამსახურიდან დაღლილი მოდის,
მაინც ახერხებს საოჯახო საქმეების გაკეთებას, უყვარს ნაუცხრების ცხობა, სალათების გაკეთება, სადილების მომზადება, მაგას არ უყვარს ტყვილი. არის ერთგული, ენერგიული, პრინციპული, მომთხოვნი, თავისი საქმის ერთგული. საინტერესო აგრეთვე როგორ შეაფასებთ როგორი ბავშვი იყო? მაკა ძალიან ჭკვიანი, წყნარი და თბილი ბავშვი იყო. არ უყვარდა ესეთი ცელქობების გაკეთება და თუ დაგისჯიეთ როდისმე? ცელქი არასოდეს არ ყოფილა, დამისჯია, კი, მუსიკა არ უყვარდა. მე ძალიან მინდოდა მუსიკა ესწავლა, მაგრამ მაკა არ ასწავლობდა და ვშიდი ამის გულისთვის. იძულებით ატარებდით? იძულებით ვატარებდი მუსიკაზე. წეგან ჩემთან საუბარში ახსენეთ ქალბატონო ქეთევან, რომ მიდოდაო ძალიან რომ ექიმი გამოსულიყო. აი ახლა რომ იურისტია და საკმაოდ ცნობილია. როგორ შეაფასებთ? კარგი არჩევანი გააკეთა? კი, კარგი არჩევანი გააკეთა მაკა. რას უსურვებთ თქვენ შულს? ჯანმრთელობას, ბედნიერებას. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ეკა კაპანაძე მაკა სალხინაშვილის სტუდენტი იყო. იგი ლექტორს თბილ, სამართლიან, თავისი საქმის მოყვარულ ადამიანად ახასიათებს და მას წარმატებებს უსურვებს. მაკა არის თბილი, სამართლიანი, ობიექტური და თავისი საქმის კარგი მცოდნე, კარგი სპეციალისტი. მე ვიყავი მაკასი არა მარტო სტუდენტი, არამედ ერთ წლის განმავლობაში მუშაობდი მასთან იურისტთა კავშირში. და აქედან გამომდინარე, შემიძლია უფრო ხმამაღლა ვთქვა, რომ შევაფასებ მხოლოდ და მხოლოდ დადებითად. რაც ეხება უარყოფით, უარყოფის გაიხსენებთ. და მასთან ურთიერთობაში საინტერესოა, როგორი ურთიერთობა ქონდა სტუდენტებთან, შენ შეფასებთ? სტუდენტებთან თბილი ურთიერთობა ქონდა. ზოგისთვის შეიძლება მკაცრი იყო, მაგრამ შენთან მიმართებაში არა. პირიქით. რას უსურვებდი მაკას? მაკას უსურვებდი წინსვლას და წინსვლას. ახალგაზრდა იურის ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს განსახორციელებელი. მისი უახლოესი მიზანია სადოქტორო დისერტაციის დაცვა. მასურს იყოს იმ თვისებების მფლობელი, როგორიც აქვს ჭეშმარიტ იურისტს. კერძოდ ობიექტური და სამართლიანი. რაც შეეხება მის მომავალ მეუღლეს, მან გაგვიმხილა, რომ არ ჰყავს რჩეული, თუმცა მომავალ მეუღლე წარმოუდგენია ის პიროვნება, რომელსაც იმსახურებს თვითონ მაკა სალხინაშვილი. გადაცემის ბოლოს კი რეგიონის მოსახლეობას უსურვებს წინსვლას, მშვიდობასა და ქართულ-ოსური კონფლიქტის უსისხლოდ მოგვარებას. რჩეული როგორც ასეთი არ მყავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მომავალი მეუღლე უნდა იყოს ყველა იმ თვისებით დაჯილდოვებული, აი როგორ მეუღლესაც მე ვიმსახურებ. ესე კონკრეტულად იდეალური პიროვნების ჩარჩოებაში არა, ხო ჩამოყალიბებული არა. რეგიონის მოსახლეობას უსურვებდი წინსვლას და ალბათ პირველ რიგში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებას, რაც ეს უდენ მნიშვნელოვანია და ძალიან ძიმი ამ საკითხზე საუბარია, თუნდაც დღეს მე გამოცდა მქონდა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იმდენად განვიცადე, მირეკავენ სტუდენტები, რომლებიც იქით მხარეს არიან მოყოლილები და ვერ ჩამოვიდნენ გამოცდაზე იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ დადის და პირველ რიგში ალბათ რეგიონის მოსახლეობას მე ვუსურვებდი ეს ქართულ-ოსური კონფლიქტი, რაც შეიძლება სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარებულიყო. ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. ძვირფასო ტელემაყურებლები, ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ესე თქვენთვის საინტერესო ნაცნობ სახეს წარმოგიდგენთ ოჯახურ გარემოში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ნახვამდის.